ალბათ ახალი სახლის ყიდვაზე უარს არავინ იტყვის, თუმცა ხანდახან სხვადასხვა აუქციონებზე არა უბრალოდ ერთი სახლი, არამედ მთელი ქალაქები და სოფლები დაბალფასად იყიდება, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. მათ არავინ ყიდულობს. ამ ეპიზოდში იმ ადგილების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც უფასოდაც კი არავის უნდა. ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მწვანე ბორცვებსა და ტყეებს შორის მცირე ზომის სოფელი სახელად ბარსა მდებარეობს. ეს ადგილი წარმოუდგენლად ლამაზია. სიჩუმე, ბუნება და სუფთა ჰაერი ალბათ ცივილიზაციის ყველა პრობლემას მალევე დაგავიწყებთ. სოფელში რამდენიმე ათეული მიტოვებული სახლია. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში აგებული, მაგრამ დღეს სოფელი სრულიად ცარიელია. ოდესღაც აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დროსთან ერთად სოფელი დაცარიელდა. მუნიციპალიტეტს მისი დამოუკიდებლად აღდგენა არ შეუძლია. ამიტომაც ხელისუფლებამ მზადაა ბარსა ახალ მფლობელს უფასოდ გადასცეს. თუმცა არსებობს ერთი პირობა. სურველს სოფლის აღდგენის მკაფიო გეგმა და შესაბამისი რესურსები უნდა ჰქონდეს. უძველესი სახლების რესტავრაცია ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რადგანაც ბარსა არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ კულტურული მემკვიდრეობაა. მას შემდეგ, რაც სოფელი გასაყიდად ამ უჩვეულო გზით გამოიტანეს, ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი მოთხოვნა მიიღო, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი მათგანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახლა ხელისუფლება სხვა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. კოლორადოს მთებში მდებარეობს ადგილი, რომელიც თითქოს დროშია გაყინული. ეს სენტ-ელმოა, შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი მოჩვენება. 19 საუკუნეში ამ ადგილას ოქროსა და ვერცხლის საბადოები აღმოაჩინეს. ძვირფასი ლითონების აღმოჩენის ამბავი სწრაფად გავრცელდა და მარტივად გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ადამიანებმა მალევე ქალაქიც დააარსეს. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ქალაქში დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობდა. ასეთი პატარა დასახლებისთვის ეს რიცხვი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ქალაქის ბედი მხოლოდ ოქროზე იყო დამოკიდებული. როდესაც ოქროს მარაგი ამოიწურა, ქალაქმა დაცარიელება დაიწყო. 1920-იან წლებში მატარებლებმა სენტ-ელმოში სიარული შეწყვიტეს, რაც დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდისთვის ქალაქი სრულიად დაცარიელდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის არ გამქრალა. ქალაქში სახლების უმეტესობა დღესაც დგას, ამიტომაც მას ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ზაფხულში აქ პატარა ანტიკვარულ მაღაზიასაც კი ნახავთ. სენტ-ელმოს სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების თქმით, ქალაქი ცარიელი არასდროსაა. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ქალაქში მოჩვენებები ბინადრობენ. სენტ-ელმო აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანეს. მისი ფასი $80,000, თუმცა ქალაქის ყიდვა არავის სურს. Უფიქრობთ, რომ მოჩვენებათა ქალაქის ყიდვა ლოგიკური გადაწყვეტილება არაა, მაშინ გეტყვით, რომ თქვენ მის გარდა საფრანგეთში მდებარე პატარა სოფლის შეძენად შეგიძლიათ. თანაც ეს სოფელი არა ცივილიზაციისგან მოშორებით, არამედ პირდაპირ შვეიცარიის საზღვარზე მდებარეობს. იქ ნახავთ ქვის სახლებს, ვიწრო ქუჩებსა და მე-19 საუკუნის შენობებს. წარსულში ამ ადგილას დაახლოებით 200 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო ხელნაკეთი ნივთების დამზადება და კერამიკაზე მუშაობა იყო. ეს ადგილი ოდესღაც პატარა, მაგრამ მყუდრო და თვითკმარ დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ადამიანები უკეთესი ცხოვრების საძებნელად სხვა ქალაქებში წავიდნენ. დღეს სოფელი აუქციონზე $150,000 იყიდება. ეს ღირებულება მთლიანი სოფლისთვის შესაძლოა იაფიც მოგეჩვენოთ, თუმცა კონტრაქტში ნახავთ ისეთ დეტალებსაც, რომლებიც მის ყიდვას გადაგაფიქრებინებთ. თითქმის ყველა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ყიდველი კი ვალდებულია სოფელში არსებული სახლები და გზები აღადგინოს, რაც საერთო ჯამში რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდება. გარდა ამისა, ასეთი ადგილის შენარჩუნება ყოველწლიურ ხარჯებსაც მოითხოვს. ამიტომაც ეს სოფელი რჩება იმ ადგილად, რომლის კვალიც რამდენიმე წელიწადში სრულიად გაქრება. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხელისუფლება ქალაქის ან სოფლის გაყიდვის ნაცვლად ადამიანებს იქ ცხოვრებისთვის ფულს უხდის. ტურინის მახლობლად მცირე ზომის კომუნა სახელწოდებით ლოკანა მდებარეობს. ეს ადგილი შვიდი ცხოვრების მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. მთები, სუფთა ჰაერი, სიჩუმე და ძველი სახლები დასახლებას ნამდვილ სამოთხედ აქცევს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ 7000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ნელ-ნელა კომუნამ საკუთარი მნიშვნელობა დაკარგა. დღეს ლოკანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს. კომუნის გადასარჩენად ხელისუფლებამ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. ისინი მზად არიან $9,000 გადაუხადონ ყველა მსურველს, ვინც იქ სამუდამოდ საცხოვრებლად გადავა. მსურველები თანხას 3 წლის განმავლობაში მიიღებენ, მაგრამ არსებობს სპეციალური პირობები, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც ხელისუფლება საცხოვრებლად იქ გადასვლაზე უარს გეტყვით. მსურველებს უნდა ჰყავდეთ შვილები და ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი, რათა მათ კომუნაში ცხოვრება არ გაუჭირდეთ. გარდა ამისა, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი მაცხოვრებლები ქალაქს გამოაცოცხლებენ. საინტერესოა, რომ პროგრამა თავდაპირველად მხოლოდ იტალიის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა, მაგრამ ახლა სოფელში ცხოვრება უცხო მოქალაქეებსაც შეუძლიათ. და მაინც ასეთი პირობების მიუხედავად, იქ სამუდამოდ გადასვლა არავის სურს, რადგანაც პატარა მთიან დასახლებაში ცხოვრებას ყველა დადებითთან ერთად უამრავი უარყოფითი მხარეც აქვს. ლუსინი იუტას შტატში მდებარე მიტოვებული რკინიგზის სადგურია. ოდესღაც ის მნიშვნელოვანი ობიექტი იყო. აქ მატარებლები წყლის ასავსებად ხშირად ჩერდებოდნენ, რის გამოც მალევე ამ ადგილას პატარა დასახლებაც გაჩნდა. აქ რკინიგზის მუშები ოჯახებთან ერთად ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად
რკინიგზის მნიშვნელობა შემცირდა. ამის გამო 1990-იანი წლებისთვის ლუსინი პრაქტიკულად დაცარიელდა. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე შენობაა შემორჩენილი. ძველი ანგარი, ტელეფონის ჭიხური, მიტოვებული შენობები და სრული სიჩუმე შემზარავად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ლუსინი სრულიად ცარიელი არაა. ამ ქალაქში ერთი ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს. ქალაქის ერთადერთი მაცხოვრებელი ამ ადგილას 1980-იან წლებში ევროპიდან ჩამოვიდა. მოგვიანებით მან ძველი ანგარი სახლად გადააკეთა. ლუსინი აუქციონზე დაახლოებით $18,000 იყო გამოტანილი. მისი ყიდვა განმადებითაც კი შეიძლებოდა. განმადების შემთხვევაში ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ და მხოლოდ $100 იქნებოდა. თუმცა მისი ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა, რადგანაც ალბათ ცოტას თუ ენდომება იმ ქალაქის შეძენა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ძველი შენობა, ქარით და ცარიელი გზებია. მიუხედავად იმისა, რომ ახლომდებარე ტერიტორიები ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, ლუსინი თითქოს ყველამ დაივიწყა. ზოგადად, ამერიკისთვის ქალაქი მოჩვენებები უცხო არაა. 19 საუკუნის ბოლოს ათობით სოფელი და ქალაქი მხოლოდ იმიტომ იქმნებოდა, რომ მიმდებარე ადგილებში ვიღაცა მოქრო აღმოაჩინა. მოდით ახლა მიტოვებული ქალაქებიდან და სოფლებიდან გადავიდეთ სახლებზე, რომლებსაც მრავალი წელი არაც არავინ ყიდულობს. წარმოიდგინეთ დიდი ზომის სახლი, 6 საძინებლით, ბუხრითა და მე-20 საუკუნის ულამაზესი არქიტექტურით. ეს ყველაფერი კი მხოლოდ $10 ღირს. თითქოს ეს ხუმრობაა, მაგრამ ასეთი სახლი ნიუ-ჯერსის აუქციონზე გასაყიდად რეალურად გამოიტანეს. სახლი 100 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა და ის ისტორიულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. აქ ერთ დროს ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სწორედ ამიტომ შენობას მემკვიდრეობის კომისია იცავს. მაგრამ რატომ არის ფასი ასეთი დაბალი? პასუხი მარტივია. $10 თქვენ მხოლოდ სახლს ყიდულობთ. მიწის შესაძენად კი დამატებითი თანხის გადახდაა საჭირო. პრობლემა კი ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე მიწა წარმოუდგენლად ძვირი ღირს. ამიტომაც პირობა აბსურდულად ჟღერს. ყიდველს სახლის ყიდვა $10 შეუძლია, მაგრამ ის ვალდებულია სახლის საკუთარი ხარჯებით სხვა ადგილას გადაიტანოს. გარდა ამისა, სახლს ძვირადღირებული რემონტი სჭირდება. ყველაფერთან ერთად კი ძველი მასალების მოხსნა და კონსტრუქციების შესვლა აუცილებელი. სწორედ ამიტომ სახლის ყიდვის მსურველები ჯერაც არ ჩანან. ზოგჯერ დაბალი ფასი მხოლოდ უზარმაზარი ხარჯების დასაწყისია. თუ $10-იანი სახლი უცნაურად გეჩვენებათ, იტალიაში ნახავთ სახლებს, რომლებიც კიდევ უფრო იაფი ღირს. კუნძულ სარდინიაზე მდებარეობს სოფელი, რომელიც თანდათან ცარიელდება. სოფლის გადასარჩენად ხელისუფლებამ რადიკალური ზომები მიიღო. მათ მიტოვებული სახლების გაყიდვა მხოლოდ $1 დაიწყეს. პროგრამის მიზანი მარტივია: ახალი მაცხოვრებლების მოზიდვა და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნება იქამდე, სანამ სოფელი მთლიანად გაქრება. მაგრამ რა თქმა უნდა, სპეციალური პირობები ამ შემთხვევაში არსებობს. ყიდველმა რეკონსტრუქციის გეგმა პირველივე წელს უნდა წარადგინოს. შემდეგ კი მან რამდენიმე წლის განმავლობაში სახლი სრულიად უნდა აღადგინოს. ხანდახან სახელმწიფო პროგრამები ხარჯების ნაწილს ანაზღაურებენ, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები ახალმოსულებს სახლის გარემონტებაში ეხმარებიან, მაგრამ ამ ფასადაც კი ასეთი სახლების ყიდვის მსურველი ძალიან ცოტაა. მსგავსი პროგრამები იტალიის რეგიონებში ხშირია, რადგანაც მცირე ზომის მაღალმთიანი კომუნებიდან ხალხი მუდმივად მიდის. ხელისუფლებას ესმის, რომ თუ ამ ქალაქებში ახალგაზრდები აღარ იცხოვრებენ, რამდენიმე ათწლეულში ეს ადგილები რუკიდანაც კი გაქრება. თუმცა ეს სახლები $1-იანი საჩუქარი ნამდვილად არ არის, რადგანაც მათი რემონტი პასუხისმგებლობას, უამრავ სამუშაოსა და დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. ამ ჩამონათვალით უცნაური გასაყიდი ადგილების სია არ მთავრდება. სოფლიოში კიდევ უამრავი ადგილია, რომელთა ყიდვაც ძალიან დაბალ ფასად შეიძლება, თუმცა მათი შეძენა მაინც არავის სურს. ამ ადგილებიდან რომელი იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო და იცხოვრებდით თუ არა რომელიმე მათგანში? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი და ლაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.